მოგესალმებით, მებო. უფალს ვამბობა, დღევანდელი მშვიდობიანი დღისთვის. დღეს მინდა წაიგითხოთ ის გახლავთ დაბადების წიგნი. მეოთხე თავი, პირველიდან მე-16-ს ჩათვლით. ეს ამბავი, რომელიც ამ თავში არის მოცემული, მოგვითხრობს იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელობის სახელითაა ცნობილი. ის დიდი ტრაგედია ჯერ კიდევ არც თუ ისე დიდი ხნის დასრულებული იყო, როდესაც ადამ და ევამ სამოთხის ბაღი დატოვეს, უფალმა დაატოვებინა, მოდი ასე ვთქვათ, უფრო სწორედ, იმიტომ რომ მათ სიცოცხლეს დაეპატრონა ცოდვა, ვინაიდან ისინი მოტყუებული იქნენ შპაკის მეშვეობით და მათ დაკარგეს ის, რაც ასეთ დიდებულებას აძლევდა მაშინდელ ადამიანს. რა თქმა უნდა, შემდგომში განვითარდა სიტუაცია ისე, რომ მოხდა დიდი მკვლელობა. ეს იყო ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედია, რომელიც ჩემის აზრით ყველაზე მწარე იყო ალბათ ადამ და ევას ცხოვრებაში, პირველი და ყველაზე მწარე. მოდი წავიკითხოთ, რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია. ეს არის დაბადების წიგნის მეოთხე თავი. ადამმა შეიცნო ევა, თავისი დედაკაცი და დაორსულდა ევა. და შვა კაენი და თქვა, უფლის წყალობით შემეძინა კაცი. და შემდგომ შვა აბელი, მისი ძმა და გახდა აბელი მწყემსი, ხოლო კაენი მიწის მუშაკი. და გავიდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფითაგან ძღვენი უფალს. ასევე აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხოვრების პირშოსაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. და კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა და ძალზე ეწყინა კაენს და მოეგუშა სახე. და კითხა უფალმა კაენს, რა გეწყინა? რად მოგიღუშავ სახე? თუ სიკეთეს ჩადიხარ, ხომ დაგიფასდება, ხოლო თუ სიკეთეს არ ჩადიხარ, მაშინ კარებთან და გელოდება შენ ცოდვა და შენსკენ იქნება მისი სწრაფა, მაგრამ შენ იბატონე მასზე. და ელაპარაკა კაენი აბელს, თავის ძმას, როცა ისინი ველად იყვნენ და აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე და მოკლა იგი. მინდა თქვენი ყურადღება აი აქ შევაჩერო და მივიპყრო თქვენი ყურადღება. მე გითხარით, რომ დიდი ტრაგიკული მომენტი არის ბიბლიაში დაფიქსირებული და ეს პირველი მკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში. და ჩემის აზრით იმ პირველ ოჯახს, რომელსაც ადამ და ევას ოჯახს ვუწოდებთ, მოგეხსენებათ, რომ ეს ალბათ ჩემის აზრით დიდი ტკივილის მომტანი იყო. ჯერ ოჯახში, როდესაც ერთი ძმა მეორეს კლავს, როგორია გასაგონა ყურად და ახლა როდესაც ამას მშობლები იგებენ. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება მივუყურე ერთი ასეთი მომენტით, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ოჯახში გაჩნდა ორი ვაჟი. ჩემის აზრით სიხარულის მომტანია. ერთი ხდება მიწის მუშაკი, კაენის სახით, რომელიც პირველი ვაჟი იყო ადამ და ევასი, ხოლო მეორე გახლდათ აბელი, რომელსაც ჩვენ გვეუბნება ბიბლია, რომ ის იყო მწყემსი. ხშირად ვიძახი ხოლმე მე ასეთ რამეს, რომ ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ კაენს სჯეროდა და სწამდა ღმერთისა. მაგრამ მას რწმენა არ დასჭირდა მომავალში, იმიტომ რომ მას თავად უფალი ღმერთი დაელაპარაკა, მაგრამ აი ამ შეწირვამდე მოდი ეს საკითხი რწმენის საკითხს დაუკავშიროთ, იმიტომ რომ ებრაელთა წერილში მე-4-ს მე-11-ში ასეთი რამ გვიწერია, რომ აბელმა რწმენის შესწირა ღმერთს.
თურმე რწმენა ყოფილა პირველი ადამიანებისთვისაც ძალიან მთავარი რაღაც. გასაგებია ადამ და ევა თავის დროზე ხედავდნენ ღმერთს თავის დიდებაში და მათ პრობლემას არ წარმოადგენდა მათთვის და რწმენა მათ არც ეს ჭირუებოდათ. იმიტომ რომ გვეუბნება ბიბლია რომ საღამოობით უფალი ღმერთი ჩამოდიოდა ედემის ბაღში და დასეირნობდა. გასაგებია რომ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი, თავის შექმნილ ქმნილებასთან ჰქონდა განსაკუთრებული ლამაზი ურთიერთობა, მაგრამ ცოდვამ ჩვენ ვიცით ეს ისტორია, რომ ცოდვამ დიდი უსხური გააჩინა ღმერთსა და ადამიანს შორის. მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ცხოვრება გრძელდება, ისე როგორც გრძელდება, ჩდებიან მისი ვაჟები და ალბათ ეჭვიც აღარ შეგვეპაროს იმაში, რომ ამ რწმენასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი არსებობს, რომ ისინი ცხოვრობდნენ ედემის ბაღში, რომ ის ღმერთმა შექმნა ყოველივე, რასაც ხედავენ, ეს მათ მოყოლილი ნამდვილად ჰქონდათ. საკუთარი მშობლებისგან, თვითმხილველებისგან ჰქონდათ მოსმენილი ის ისტორია, რომელიც მათ ედემის ბაღში გადახდა. და ყველა ის დადებითი და უარყოფითიც მათ მოთხრობილი ეყოლებოდათ. თუ ეს არა, მაშინ შვილებს ჩემის აზრით არ გაუჩნდებოდათ სურვილი, რომ იმ ღმერთისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელიც შემოქმედი ღმერთია, რაღაც განსაკუთრებული შეეწირო მათთვის. ხედავთ, რომ კაინს მიაქვს მიწის ნაყოფისაგან, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ისექნა და ის რაღაცები აიღო იქ და ისე დადო. თუმცა ჩვენ შემდგომში ჯულში ვწერთ, რომ წერია, რომ უფლისთვის რაიმე მახინჯი არაფერი არ შეეწირათ ებრაელებს, ესე იყო. და არავინ არ იმინა რომ იგულისხმოს ის, რომ კაინმაც ეხლა ალბათ ჭიანი რაღაცები აკრიფა, მიკრიფა და მიუტანა ახაშენგელობა. ესეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ იყო. იმიტომ რომ ამის საფუძველს ბიბლია არ გვაძლევს, ამის რომ ასე ვიფიქროთ. მოდი ასე ვთქვათ, რომ მანაც აიღო რაღაც საუკეთესო მიწის ნაყოფისაგან და შესწირა ღმერთს. თუმცა ღმერთი, როგორც საგუნებში შემდგომში გვიწერია, განამჭაო, ან ვაცთა და კუროთა სისწავსვაო, მას არ ჭირდება შემოაცა ჩვენ დაცასმელი. ამაში ბოლოში ვიტყვით, რა სჭირდება ღმერთს. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ აბელმა საუკეთესო შესწირა მანაც. აბელისა იქნა მიღებული. ძმებში, ძმაში უпроსორად გამოიწვია ამ ყოველივემ გამოიწვია შური, რომელმაც აიძულა, რომ საკუთარი ძმა ამის გამო მოეკლა. ყოველთვის მებადებოდა უпроსორად მომდიოდა ის აზრი, რომ ნუ თუ ისეთი რა გააკეთა აბელმა, რომ საკუთარმა ძმამ გაიმეტა სასიკვდილოდ. ნუ თუ ისეთი რა ჩაიდინა. მათ შორის რატომ ჩავარდა აი ეს ეგრეთ წოდებული შავი ლაქა მათ ცხოვრებაში. ნუ თუ რა მოხდა კაინის თავში. ის რომ შემოქმედ ღმერთს განსაკუთრებული ურთიერთობა გაუჩნდა აბელთან. ხო არ გახსოვთ თანამედროვე ისტორიაში ვინ არიან ესეთი ერი, რომელზეც ღმერთს აქვს გამოცხადებული, რომ ჩემი რჩეული ერი არისო და სხვა ერებს ამის გაგონება არ უნდათ. ზიზღით ივსებიან ისრაელიანების მიმართ. თუმცა მათ არაფერი დაუშავებიათ მათთვის. ხო? აბელს ხო ძმისთვის არაფერი დაუშავებია, ნეტავ რა მოხდა. არ მოდი ასე ვიფიქროთ, რომ ღმერთმა რატომ მიიღო აბელისა და რატომ არ მიიღო კაინისა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ორივე მრწმენით შესწირა. იმიტომ რომ ღმერთი მათ არც ერთს არ ყავდა ნანახი. ღმერთი მათთან გასაუბრებულიც არ იყო. რა მოხდა? კი ბატონო, ეს იოლად სათქმელია, რომ ერთმა სუფთა გულით შესწირაო. უსუფთაო რაღა იყო კაინში მაშინ. ჩვენ არ ვიცით. მის უსუფთაობაზე ბევრს ვერაფერს ვერ ვილაპარაკებთ.
მაგრამ კაენმა შემდგომში განამკვლელობა მაიძულა, რომ ცუდ გზას დაძღვმოდა და მე თავზე ხელი აიღო. თავიდანვე იდო ამ ადამიანში ის, რომ მისთვის ღმერთი მეორე ხარისხოვანი იყო. პრობლემა სწორედ ამაში იყო. იმიტომ რომ გასაგებია რწმენით შესირავ, მაგრამ როგორცა ჩანს რწმენა იმდენი მას არ იყო, რომ მას გულით ყვარებოდა ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ეს ყოველივე. განსხვავებით თავისი ძმისაგან. გახსოვთ ასეთივე რაღაცა უცნაური ისტორია დატრიალდა აბრამის შვილის ოჯახში. გახსოვთ ისაკის შვილები, ესავი და იაკობი. ესავი უნდა ყოფილიყო პირველი ადამიანი, რომელსაც უნდა გაეგრძელებინა ის ეგრეთ წოდებული კურთხევის გზა, რომელიც ჯერ აბრამიდან მოდიოდა, მერე მამამისისგან ისააკს გადაეცა და შემდგომ მას უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ჩვენ დაგვანახა ბიბლიამ, რომ ამ კაცისათვის ღმერთი და ეს სიწმინდა და ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყო. რა დროს აღთქმა არის, გახსოვთ ეს ისტორია, რა დროს ყოველთვის აღთქმა არის, ფშია მოიტამაჭამე შეჭამადიო და შენი იყო ჩემი პირმშობაო და შენი იყო ჩემი პირველობა, შენ წაიღო. თავის მოგასაგები მოტყვა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იაკობისთვის ესეთი რაღაცა სულ ის არ იყო, ისე რას არ წარმოადგენდა, გესმით? არამედ ეს ყოველივე იყო ძალიან საკუთარ თავზე მაღლა ეყენა. ჩვენც აქ ვხედავთ, რომ ალბათ აბელიც ასეთი პიროვნება იყო, რომ მას საკუთარ თავზე მაღლა დააყენა შემოქმედი ღმერთი და ღმერთისაგანაც მიიღო ის ეგრეთ წოდებული დასტური, რომ დიახ, შენ მე შენ მომწონხარ, ვიდრე შენი ძმა. თუმცა მასაც თითქოს არაფერი ჩაუდენია, ხო? შეასწირა, მანაც რწმენით შესწირა, მაგრამ მისი გული სხვაგანი. როგორც შემდგომში ბიბლიაში შეხვდებით ისეთ ადგილებში, სადაც წერია, რომ ეს ხალხი ბაგეებით ცემს თაყვანს, მათი გული შორსაა. მაგრამ ბიბლიაში ასევე ყველაზე დიდ მცნებად, რომელი მცნება არის დასახელებული, ალბათ მოგეხსენებათ, რომ გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი. ყოველი გულით, სულით, არსებით, შეგნებით და შემდგომ მეორე თქვენ იცით, რომ გიყვარდეს მოყვას შენი ვითარცა თავი შენი. მაგრამ ასე არ იყო, როგორც აჩანს ამ პიროვნების ცხოვრებაში. გასაგებია რწმენა არ იყო, რომ პირველ ადგილზე დაეყენებინა უფალი. თუმცა წეღადებს ვახსენე, რომ თვითმხილველებს მამამის და დედამის მონოყოლია არ არსებობს, რომ მისთვის მოყოლილი არ ქონებოდა ეს ისტორია, ის ტრაგიკული ისტორია, რაც ედემის ბაღში მათ გადახდათ. მაგრამ ეს როგორც აჩანს ზღაპრის გუდასავით იყო ალბათ მის ცხოვრებაში. შემდგომში ამანიჩინა პრობლემა. და როდესაც ნახეთ, ღმერთი დაელაპარაკა მას. უკვე რწმენა აღარ იყო საჭირო მისთვის, იმიტომ რომ ღმერთი ელაპარაკება. რატომ გამწარდი? რატომ განრისხდი? შეახსენა, რომ შენს გულის კართან ცოდვაა ჩასაფრებული, შენ კი იბატონე მას. მაგრამ არა, წავიდა და სწორედ ის გააკეთა. რაც ალბათ ამ ადამიანში სიწმინდეზე მაღლა იდგა. წავიდა და საკუთარი ძმა მოკლა, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია. ფაქტიურად მან გააპროტესტა ღმერთის მიდგომა. მან თავისი გაგებით საკუთარი მე გასაგებია, რომ მასზე მაღლა დააყენა, მაგრამ ღმერთს უთხრა, რომ შენებული მიდგომა ეს არის შეცდომა. არასწორი და მე შენზე ჭკვიანი ვარ, მე შენზე ბრძენი ვარ. ამიტომ ღმერთმა თქვენ იცით, რომ იმ სასჯელების შესახებ მოახსენა შემდგომ, რომელიც ჩემის აზრით უნდა ყოფილიყო კაენისთვის დამაფიქრებელი და მონანიებისკენ უნდა ებიძგა. ალბათ ნორმალური ადამიანი შემოიტყავდა თავში ხელს, როცა ღმერთი გელაპარაკება. ღმერთი გელაპარაკება, განა ადამ და ევა ელაპარაკებოდნენ კაენს. ღმერთი ელაპარაკება და გეუბნება, რომ ეს არ გააკეთო.
წესით მაშინ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როცა მოკლა ძმა და ეს ტრაგედია ჩემის აზრით გულში ალბათ უნდა გაწუხებდეს იმის მაგივრად რომ დამდგარიყო მუხლებზე და ღმერთო ეს რა ჩავიდინე, ეს რა გავაფუჭე. ჩვენ ხედავთ რომ იგი არც კი ნანობს, იმიტომ რომ აი ასეთ ტიპაჟებს ეპატრონება სწორედ ეშმაკი. ეპატრონება და რაგი შენ მას მისცემ უფლებას მერე უკვე ისე გმართავს. გგონია რომ შენ ამ მართავ შენ საკუთარ ცხოვრებას, შენ მართავ შენ საკუთარ ყოველდღიურ ფეხის ნაბიჯებს, მაგრამ იცოდეთ რომ შენ კი არა მართავ, ისე გმართავს. პავლე მოციქული ასეთ რამეს გვეუბნება რომ თუ ქრისტე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფლები იქნებით, მაგრამ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვართ თავისუფლები. განა არ გვინდა რომ ვიყოთ თავისუფლები და ნეიტრალურები და ღმერთს უთხრათ რომ შენ და ეშმაკმა მოდი ცოტა რაღაც სახუმაროსავით და ჩანს შენ და ეშმაკმა ერთმანეთში გაარკვიეთ ურთიერთობა, მე თავი დავანებეთ, მე ჩემი პოზიცია მიჭირა ნეიტრალური ვარ. არ არსებობს ჩვენთვის ნეიტრალური. თუ გინდა რომ თავისუფალი იყო, მაშინ ღმერთში უნდა იყო და ქრისტესთან უნდა იყო. ეს შემორკილებს არ ნიშნავს, მაგრამ სხვა შემთხვევაში მისი მონახა და დაუწესებლის კეთებას დაგაძალებს. ყველაფერს გააკეთებს, რათა როგორც ქრისტემ თქვა, რომ ის მოვიდა, რათა მოსპოს, მოკლას, გაანადგუროს. აი ასეთ პიროვნებას ვაძლევთ ჩვენ საკუთარ თავსა და თავისუფლებას. ისე როგორც თავის დროზე კაინმა მისცა. აი ახლა ჩვენ ვიდექით და ვჯელობდით, რა დააშავა კაინმა, ისა აბელმა, ხო? მის წინაშე ხო არაფერი დაუშავებია. თუ რამე პრეტენზია ქონდა ღმერთთან უნდა ეთქვა რომ რით არის ჩემზე უკეთესი ჩემი ძმა, ღმერთიც ეთყოდა, მაგრამ მან თავისებური გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც აი ამ კრახამდის მიიყვანა. ცდილობდი რომ აი ეს თემა ამომეხსნა, ნუ თუ რა მოხდა, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ დღეს ჩვენ ძველი აღთქმის სახით, ახალი აღთქმის სახით გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. და ძალიან ბევრი რამ ვიცით წმინდა წერილების მეშვეობით ღმერთის ნებასურვილის შესახებ. აბელს რო თავი დავანებოთ, ისრაელის შვილებს რო თავი დავანებოთ. მას შემდგომ რა თქვენ ღმერთი იწამეთ და გინდათ რომ მის მოსაწონად იცხოვროთ. ხალხის დამოკიდებულება როგორი გახდა თქვენს მიმართ? დადებითად გაიწყენ, აჰ რა მაგრები ხართ? გვიკვირს, ჩვენ თვითონაც გვიკვირს, რომ ბიჭო, რას უშავეთ? თუ ადრე მკვლელი ვიყავი, ხულიგანი ვიყავი, ყაჩაღი, უბედური და ჩემგან საშიშროებას გნობდი და თუ მე შევიცვალე და ღმერთის მოსაწონი გავხვდი და სიკეთისა და პატიოსნების განსახიერება გავხვდი, ხო უნდა გაგიხარდეს? პირიქით, ტრად გადაგეკიდები. დაახლოებით იგივე სიტუაცია არის აი აქაც. იმიტომ რომ უფლის შვილი, როგორც იესო ამბობს, იქნება დევნილი. ეს არის გზა, ვიწრო, ძნელად სავალე. სამწუხაროდ ფართო გზაზე დავდიოდით, კარგი გზა იყო, როცა დედის ბაღში ვიყო, ჩვენი წინაპარი, მაგრამ ვერ შევიმშვიდეთ ეს საკითხი. დავაშავეთ, მაგრამ ღმერთი გვაძლევს ძალიან მაგარ შანსსა და საშუალებას, რომ ჩვენ ისევ აღვადგინოთ მშვიდობა ღმერთთან. იქ ჩატეხილი ხიდი ყველას კარგად მოგვეხსენება რომ უკვე გამთელებულია და ეს არის იესო ქრისტეს მეშვეობით, იმიტომ რომ იესო ამბობს რომ ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით. და თუ მშვიდობა გსურს ღმერთთან, მაშინ ჩვენ ამ ხიდზე უნდა ვიაროთ იესო ქრისტეს გზით. იმიტომ რომ აი იგი ამბობს რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით. და თუ ამ გზით ვივლით ხალხო, ქრისტეს სიტყვებით დავასრულებ, რომ ნეტარნი არიან ისინი, ვინც ჩემში არ შეცდებიან. ასე რომ უფალმა დაგლოცოთ, გაგურთხოთ და არასოდეს თქვენი გზით არ გევლოთ, არამედ ქრისტეს გზით გვევლოთ. იმიტომ რომ გადავა ეს წუთი სოფელი ერთჩვენიერ დღეს, გადავა მისი გულის თქმა, ხოლო ღმერთის ნების აღსრულებელი უკუნითი უკუნისამდე სიცოცხლებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ. ამენ.